ქუთაისის სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 4 მოქალაქიდან 3-ის მდგომარეობა მძიმეა, რასაც ცხადებენ ექიმები გაიგეთ რამდენიმე წამში. მერაბ ტურავა გიორგი პაპუაშვილს პასუხობს და ზეწოლის შემთხვევას უარყოფს, როდის მივა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პროკურატურაში. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მოამბეს 12 საათზე. ქუთაისის სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 4 მოქალაქიდან 3-ის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, ერთის კი საშუალო სიმძიმის. ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან მორაგბეები გიორგი ლომინაძე და მერაბ კვირიკაშვილი, რომლებიც ავტომობილში მეუღლეებთან ერთად იმყოფებოდნენ. როგორია მათი მდგომარეობა? ქუთაისიდან ირმა ჭოლაძე განაგრძობს საუბარს. ამ დრომდე მძიმე რჩება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სპორტსმენების მდგომარეობა. ორივე რაგბისტი მკურნალობას ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადის. მერაბ კვირიკაშვილი ქირურგიულ განყოფილებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია და იგი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. რაც შეეხება გიორგი ლომინაძეს, გიორგი ლომინაძე კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მართვითი სუნთქვის აპარატია შეერთებული და ექიმების თქმით მას მრავლობითი მოტეხილობები და დაჟეჟილობები აღენიშნება. მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, გულმკერდის მსუბუქი ტრამვით იქნა შემოყვანილი, მოთავსებულია ტრამატოლოგიურ განყოფილებაში და მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა. რაც შეეხება გიორგი ლომინაძეს, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, არის რეანიმაციულ განყოფილებაში, აქ გვაქვს ორივე წვივის ცulis ღია მოტეხილობა, ასევე ბარძაყის ცულების მოტეხილობა, გაუკეთდა ქვედა კიდურების ჩონჩხოვანი დაჭიმვა სამედიცინო ჩვენებით და მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა. დაშავებული სპორტსმენების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკოს თქმით, არც ერთი სამკურნალო კომპონენტის დეფიციტი, მათ შორის არც სისხლის კომპონენტების დეფიციტი არ არსებობს და ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ექიმები ყველაფერს აკეთებენ სპორტსმენების გადასარჩენად. იდასტურებს, რომ არც ერთ ეტაპზე არც ერთი სამკურნალო კომპონენტის დეფიციტი არ ყოფილა, მათ შორის სისხლის პროდუქტების. გვიანღამე იქ ჩავიდა სპეციალისტების ჯგუფი და მე ვფიქრობ, რომ დილის საათებში იქნება კონსილიუმი და შუა დღისთვის გვექნება სამოქმედო გეგმა. რაც შეეხება გადმოყვანას, ამის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას, იმიტომ რომ იქ სადაც არიან მკურნალობა, მათ კვალიფიციურად უტარდება. რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ სპორტსმენების მეუღლებს, ერთ-ერთი მათგანი მკურნალობას ქუთაისის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში, ხოლო მეორე სამტრედიის რაიონულ საავადმყოფოში გადის. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება და მათ რეანიმობილებით რამდენიმე წუთში ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადმოიყვანენ. რაც შეეხება შემთხვევას, მე შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ საღამოს ქუთაისის სამტრედიის გზაზე მოხდა. ეს ირმა ჭოლაძე იყო. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ გიორგი პაპუაშვილი მთავარ პროკურატურაში პრემიერთან და პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გეგმავს მისვლას. პაპუაშვილის მიერ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას მოსამართლე მერაბ ტურავა ეხმაურება და მასზე ნებისმიერი ზეწოლის შემთხვევას უარყოფს. კონკრეტულად როგორი გამოხმაურება მოყვა გიორგი პაპუაშვილის გუშინდელ განცხადებას და რას აცხადებს მერაბ ტურავა. ნოდარ ჩაჩუა გვერდება პირდაპირ ეთერში თემის დეტალებით ნოდარ გისმენთ. დიახ ვასილ, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა მოსამართლებმა გააკეთეს უკვე კომენტარები გუშინ თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც საუბარი იყო ზეწოლის ფაქტებზე. როგორც მერაბ ტურავა და სხვა მოსამართლეები აცხადებენ, მათ მეტი დეტალი და მეტი ინფორმაცია გარდა იმისა, რაც თავად თავმჯდომარემ გაავრცელა გუშინ სპეციალურ ბრიფინგზე არ აქვს. თავად მერაბ ტურავა ასევე ამბობს იმასაც და გამორიცხავს მასზე რაიმე სახის ზეწოლის ფაქტს, რაც შეეხება სხვა მოსამართლეები კი ნაწილი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, ნაწილი ამბობს, რომ გარდა იმ განცხადებისა, რომელიც თავად თავმჯდომარემ გააკეთა, მეტის დამატება ამ ეტაპზე არ შეუძლიათ. გარდა იმისა, რაც ბატონმა გიორგიმ თქვა, რაც სასამართლო თავმჯდომარემ თქვა, მე ამ ეტაპზე ვერაფერს დავამატებ. დიდი მადლობა. თუ ხუნცილდება ის არის. დიდი მადლობა, ამაზე მეც ვერაფერს დავამატებ. ტელევიზიით მოვისმენთ და ვერაფერს ვერ გეტყვით. პირადად ჩემზე არავითარი ზეწოლა არ განხორციელებულა და არ ვიცი სხვა მოსამართლეებიც ალბათ გეტყვიან. თორემ მოსამართლე ისაუბრებს თავისი სახელით. ეთანხმები თუ არა ამ პოზიციას? რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები. ჩემს მიმართ არ ვეთანხმები და სხვების მიმართ არ ვიცი. კომენტარის გარეშე უკაცრავად კომენტარს ვერ გავაკეთებ. მან გამოვხატა მზადყოფნა და სურვილი შეხვდეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ამიტომ დავებოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები და თუ საჭირო იქნება სასამართლო დამატებით განცხადებას გააკეთებს, აუცილებლად საჭიროების შემთხვევაში მადლობა.
პაპუაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დღეს უკვე გაკეთდა პოლიტიკური შეფასებებიც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და მმართველი გუნდის წარმომადგენლები აფასებენ გიორგი პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, როგორც ისინი აცხადებენ, პაპუაშვილის განცხადება იყო ყოველგვარ კონკრეტიკას მოკლებული, შესაბამისად ამ ეტაპზე მათ მიერ რაიმე სახის შეფასების გაკეთება შეუძლებელია, თუმცა თუ კი რაიმე მტკიცებულებები არსებობს და აქვს ამის შესახებ მტკიცებულებები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მაშინ აუცილებლად უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და გამოძიება ყველა დეტალს დაადგენს. ამ ქვეყანაში არის შიდა სამართლებრივი მექანიზმები და თუ ესეთი ნიშნები ეს არის მხოლოდ განცხადებების დონეზე, თუ ამ განცხადებებში არის ნიშნები და გამოიკვეთა რაიმე სამართალდარღვევა, ამაზე რეაგირება შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები გააკეთებენ. X მოსამართლეზე, X საქმეზე უცნობი პირისგან გაურკვეველი სახელებით ზეწოლაზე მხოლოდ საუბარი საკმარისი ვერ არის. მე ვსად ვარ თუ მას სურვილი ექნება შევხვდე და კონკრეტულად მოусმინო. საჭირო არის ამ განცხადების მეტი კონკრეტიკა. ანუ კონკრეტული მოსამართლეების დასახელება. საჭირო არის კონკრეტული ფაქტების მიწოდება გამოძიებისთვის. მმართველი გუნდისა და ხელისუფლების ამ განცხადებებს არ ეზიარებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, როგორც ისინი აცხადებენ, ბუნებრივია პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება იმ განცხადების საფუძველზე, რომელიც გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გააკეთა, თუმცა ასევე უნდა მოხდეს შეხვედრა ხელისუფლების პირველ პირებთან და დეტალურად უნდა მიაწოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ინფორმაცია ხელისუფლების პირველ პირებს განხორციელებულ ზეწოლებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ეს თემა არის სამართალდამცავების თემა, მაგრამ უმაღლეს თანამდებობის პირები ამ საკითხით უნდა დაინტერესდნენ და სწორი არ არის მხოლოდ პროკურატურისკენ ხელის გაშვერა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ უმაღლეს თანამდებობის პირებთან შედგეს ეს საუბარი. ბატონი პაპუაშვილის მხრიდან ალბათ იქნება შესაძლებლობა რომ მეტ დეტალზე ისაუბროს, რაც საჯაროდ შესაძლოა გასაგები იყოს რომ ამ ეტაპზე მან არ გაასაჯაროვა. სიტყვიერი განცხადება საკმარისია იმისათვის რომ გამოძიება დაიწყოს, შესაბამისად ვფიქრობთ რომ პროკურატურას აქვს უკვე საკმარისი საფუძველი იმისა, რომ გამოძიება დაუყოვნებლივ იქნას დაწყებული. ნუ დანარჩენი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის ქვეყნის მაღალი პირების ადეკვატური რეაგირებაც ამ განცხადებაზე. როდის მოხდება ხელისუფლების პირველი პირების საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა გიორგი პაპუაშვილისა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გუშინვე უკვე გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შორის შედგა სატელეფონო საუბარი, სატელეფონო საუბრის დეტალებიც ასევე ცნობილია მედიის წარმომადგენლებისთვის, რაც შეეხება მთავარმა პროკურატურამ გუშინვე გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქმე უკვე აღძრულია და გიორგი პაპუაშვილს შეუძლია მისთვის ნებისმიერ მოსახერხებელ დროს მივიდეს მთავარ საგამოძიებო უწყებაში და მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან გუშინ საჯაროდ გავრცელა. მადლობა ნოდარ, ეს ნოდარ ჩაჩოა იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასა და ეგრეთ წოდებული კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა და მათი ადვოკატების სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო პროცესის დაწყებისთანავე მოსამართლეებმა განცხადებები გიორგი პაპუაშვილის გუშინდელ განცხადებაზე გააკეთეს. მოსამართლე ლალე პაპუაშვილმა პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა მისი მოტივაციით. სასამართლო უნდა დაელოდოს პროკურატურის რეაგირება ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, რასაც მოსარჩელე მხარეები არ ეთანხმებიან. საკონსტიტუციო სარჩელი მხარეები მოითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმები, რომლებიც გაფლანგვის ბრალდებას არეგულირებს. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მოქმედი ჩანაწერი ზოგადი და ბუნდოვანი არაც ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ორი სარჩელის გაერთიანების გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ერთ და იგივე შინაარსის გამო მიიღო. პროცესის გადადების შესახებ ამ წუთებში სასამართლოს პლენუმი სამსჯელოდ გავიდა. შუამდგომლობას 4 მოსამართლე აყენებს გადაწყვეტილების მიღებას, მხრიდან მხოლოდ 4 მოსამართლის თანხმობა სჭირდება. იქიდან გამომდინარე, რომ გუშინდელმა გადაწყვეტილებამ პირდაპირ მინიშნება გააკეთა, გუშინდელმა განცხადებამ პირდაპირ მინიშნება გააკეთა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლო, ორივე მიმართულებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ლეგიტიმურად იარსებებს ჭირს ნიშნავს. ამიტომ ყოფნა გამოცხადდეს შესაძლებელი. ყველაზე კაფიო და ნათელი პასუხი იმასთან დაკავშირებით, რომ ზეწოლა ხორციელდება თუ არა და ეს ზეწოლა არის თუ არა შემდგარი, ანუ მოსამართლეებმა მიიღეს თუ არა და ემორჩილებიან თუ არა ამ ზეწოლას, ამაზე ყველაზე მკაფიო პასუხი არის არა გადადება, არამედ ამ საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება.
გორში სასამართლო პროცესზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. საუბარი ასევე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებულ რამაზ ქოქიაშვილის პროცესზე, რომელიც ხმაურით წარიმართა. ის ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას განაგრძობს. ხდომაზე ბრალდებული შეუძლოდ გახდა, რასაც მისი ახლობლების მხრიდან ხმაური და დაპირისპირება მოყვა. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის მოსამართლემ ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდა ბრალდებული ქოქოშვილის ძმას. თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან და ქვეყანაში 15 ივლისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს საქართველოში თურქეთის ელჩი. დიპლომატი არ შემდგარ პუჩს სისხლიანი გადატრიალების მცდელობას უწოდებს, რომელიც ფეთულა გივლენის ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში მყოფის შეთქმული სამხედროების ჯგუფის მიერ დემოკრატიულად არჩეული მთავრობისა და კონსტიტუციური წესრიგის შესაცვლელად მოეწყო. ელჩის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფეთულა გივლენის ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელმაც მოაწყო სახელმწიფო ღალატი, აქვს საშიში აგენტურული ქსელი არა მხოლოდ არმიაში, არამედ რიგ სახელმწიფო ორგანოებშიც. ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ საქართველოში დემირელის სახელობის კოლეჯი და მისი პარტნიორი სკოლების სასწავლებლები ემიჯნებიან ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ აქტივობას და გაჟღერებულ ბრალდებაზე სამართლებრივ რეაგირებას გეგმავენ, როგორც სკოლების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, სკოლებში სწავლება მიმდინარეობს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის მიხედვით და სკოლების ფუნქციონირება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. შეგახსენებთ, გასულ კვირას ტელეკომპანიებისთვის მიცემულ ინტერვიუში თურქეთის გენერალურმა კონსულმა ფეთულა გივლენთან კავშირში მყოფი სასწავლებლები ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. თურქეთის ხელისუფლება არმიის რეფორმირებას იწყებს. ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა სპეცსამსახურებში ხარვეზები გამოავლინა, რაც სწრაფად უნდა აღმოიფხვრას. სამთვიან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო კი თურქეთი ევროკავშირის მხრიდან კრიტიკის ობიექტი ხდება, თუმცა პრეზიდენტი ერდოღანი ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობა კომენდანტის საათს არ ნიშნავს და მოქალაქეებს შეზღუდვები არ უწესდებათ. ჩაშლილი სამხედრო გადატრიალების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი არმიის განახლებას იწყებს. როიტერთან ინტერვიუში რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობამ დაზვერვის სამსახურში სერიოზული ხარვეზები აჩვენა, რის გამოც შეერაღებულ ძალებში რესტრუქტურიზაციის პროცესი სწრაფად უნდა დაიწყოს. ერდოღანის თქმით, გადატრიალების ახალი მცდელობა შესაძლებელია, თუმცა მისი განხორციელება რთული იქნება, რადგან ხელისუფლება უფრო ფხიზლად მოქმედებს. ერდოღანმა მუსლიმი ქადაგებლის ფეთულა გივლენის მოძრაობა ტერორისტულ ორგანიზაციაში შეადარა. აშკარაა, რომ დაზვერვას პრობლემა ჰქონდა და ამას არც მალავ. ამ საკითხზე უკვე ვესაუბრე ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელს. სამხედრო გადატრიალების მომზადება 24 საათში არ ხდება. სამხედროები ახალ სტრუქტურაზე მუშაობენ, რაც სისხლის გადასხმის ტოლფასი იქნება. სამხედროების ნაწილმა ამბოხება სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგ მოაწყო და შეიარაღება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა. ეს არაჰუმანური და ამორალური ქმედებაა. საჭიროების შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის 3 თვის შემდეგ გახანგრძლივებისთვის დაბრკოლებები არ არსებობს. სამხედრო გადატრიალების შემდეგ თურქეთში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა სტამბოლის მერმა. ქადირ თოფბაში აცხადებს, რომ ქალაქში ამბოხის მონაწილეების დასაკრძალად ცალკე ადგილს გამოყოფს. ამასთან სტამბოლის მერმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის პირას მდებარე ორდუს პროვინციის ხელისუფლებამ ამბოხის გარდაცვლილი მონაწილეების დასაკრძალად ადგილის გამოყოფაზე უარი განაცხადა, რის გამოც მსხვერპლთა ოჯახებმა ისინი საკუთარი სახლის ეზოებში დაკრძალეს. მე გავეცი განკარგულება გამოიყოს ტერიტორია, რომელსაც მოღალატეთა სასაფლაოს უწოდებთ. ყველა გამრელი დაწყევლის მათ, ვისაც ამ ადგილზე დავკრძალავთ. ბოლო მონაცემებით სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს 145 სამოქალაქო პირი, 63 სამართალდამცველი და ამბოხის 24 მონაწილე დაიღუპა. 20 ივლისს თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოქმედება შეაჩერა. თურქეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ამბოხის მონაწილეებს მკაცრად დასჯის, მთავრობას სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხს განიხილავს. ევროკავშირი თურქეთის ხელისუფლების მიერ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. სიკვდილით დასჯის შემოღება ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებას შეუძლებელს გახდის. თურქ მეგობრებს მივმართავთ, რომ მხარს უჭერთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მაგრამ ძირითად უფლებებსა და თავისუფლებას ძირი არ უნდა გამოუთხაროთ. რასაც ჩვენ უნივერსიტეტების, მედიისა და სასამართლოს კუთხით ვხედავთ, ეს მიუღებელია. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის რეგულარული ავიარეისები აღდგა. რუსეთმა თურქეთთან რეგულარული ავიამიმოსვლა სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ შეაჩერა. როსავიაციის გადაწყვეტილებით თურქეთის მმართველობით ფრენა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების გარკვევამდე შეწყდა. რეისების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოსკოვში დღეს მოაწერეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში თურქეთის ხელისუფლებას უფლება აქვს განვითარებული მოვლენების შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად დააწესოს გარკვეული შეზღუდვები, კერძოდ შეზღუდოს ან გარკვეული პერიოდით აკრძალოს ქვეყნიდან გასვლა და ქვეყანაში შემოსვლა, ქუჩაში გასვლა და გადაადგილება, განახორციელოს პირების, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნივთების შემოწმება, ჩამორთმევა და მათი მტკიცებულებების სახით კონფისკაცია და სხვა, ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, საქართველოს თურქეთის სახელმწიფო საზღვრის თურქული მონაკვეთის სასაზღვრო გამშვევი პუნქტები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში. რაც შეეხება ავიაფრენებს, გამკაცრებული უსაფრთხოების კონტროლის ზომებიდან გამომდინარე, აუცილებელია მგზავრები 5-6 საათით ადრე გამოცხადდნენ აეროპორტში. მარმარიში პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში საქართველოს კონსული დღეს შეხვდება. ჯემალ გოგიტიძე უკვე მარმარიშია და საქმის პროკურორს ესაუბრა. კონსულის ინფორმაციით, პროკურორი დაკავებულებზე ფიზიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. პროკურორის ინფორმაციით დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ. მედიაში იყო გავრცელებული, ასე ვთქვათ, ხმები, რომ ზოგადად საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმდინარეობს რაღაც ოპერაციები და ხდება მათი დაკავება. რაც აგრეთვე უარყო თურქულმა მხარემ და გაგვიცხადეს, რომ ამ ეტაპისთვის, ესე იგი ამ 5 საქართველოს მოქალაქის გარდა დაკავებული ან დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქე სხვა არ არის. სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას აფასებს. ფოთღია საზოგადოება საქართველოს ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციები ანგარიშებს წარადგენენ, რომლებიც ასახავს თუ როგორ ასრულებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკის ვალდებულებებს. რა მიმართულებებს მოიცავს ეს დოკუმენტები, მარიამ ცარელაშვილი განაგრძობს. თემაზე საუბარს პირდაპირ ეთერში მარიამ გისმენთ. ვასილ, ეს დოკუმენტები, ეს ანგარიშები მოიცავს არაერთ სფეროს, რომელიც არის შესული ასოცირების ხელშეკრულებაში, თუმცა გამოვყავთ მართლმსაჯულების და საარჩევნო სისტემებს. სწორედ ამაზე აკეთებენ აქცენტს აქ-მოსული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი ამბობენ, მაგალითად, საია და საერთაშორისო გამჭვირვალობა აცხადებენ, რომ საქართველოს ვერ მიიყვანა ბოლომდე და ვერ შეასრულა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც ეხება მართლმსაჯულებისა და საარჩევნო სისტემის რეფორმირებას. რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, ამაზე საკუთარი ანგარიში წარმოადგინა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს. პრინციპში, რაზეც აქ არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ, საზოგადოებისთვის ახალი არ არის, თუმცა ეს განიხილება ასოცირების შეთანხმების კონტექსტში. საერთაშორისო გამჭვირვალობა აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმირება და ძირეული საკანონმდებლო ცვლილებები ვერ მოხერხდა და მიხეილ ბენიძე იმედოვნებს, რომ ამას მოახერხებს ის პარლამენტი მაინც, რომელიც შეიკრიბება არჩევნების შემდეგ. რაც შეეხება სასამართლო სისტემას, ახალგაზრდა იურისტების თავმჯდომარე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით და მისი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის საჭიროა პირველ რიგში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება და ასევე მესამე ტალღის ბოლომდე მიყვანა. ის პროცესები, რომლებიც სამწუხაროდ სასამართლო სისტემაში განვითარდა, სერიოზულ საფრთხეს უქმნის იმ პოზიტიურ ნაბიჯებს, რომლებიც ახალმა ხელისუფლებამ 2013-2014 წლებში სასამართლოს რეფორმის მიმართულებით გადადგა. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, რომ მესამე ტალღა ვერ მივიდა ბოლომდე და უფრო მეტიც ხელისუფლებას, როგორც ჩანს, ხედვაც არ აქვს, როგორ უნდა გაგრძელდეს მეოთხე ტალღა და როგორ უნდა გაგრძელდეს სასამართლოს შემდგომი რეფორმა. ზოგადად არის ასოცირების დღის წესრიგში ჩანაწერი იმის შესახებ, რომ უნდა ქვეყანაში გაიმართოს დემოკრატიული არჩევნები და უნდა მოხდეს კანონმდებლობის ცვლილება ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინებით, რომელიც ადგილობრივ თუ საერთაშორისო დამკვირვებლებს და აქტორებს აქვთ. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია დღეს არჩევნების დემოკრატიულობის კუთხით ჩვენი მხრიდან არის სწორედ საარჩევნო სისტემის ცვლილება და მნიშვნელობა იმისა, რომ საარჩევნო სისტემა თუ როგორ გავლენას ახდენს საბოლოო ჯამში არჩევნების დემოკრატიულობაზე.
ფონდ ღია საზოგადოება საქართველოში ანგარიშების წარდგენას ესწრებიან მთავრობის წარმომადგენლების, მინისტრების მოადგილეები. ჩვენ ვესაუბრეთ საგარეო საქმეთა მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის მოადგილეებს, მათ გითხრას, რომ საქართველოს ხელისუფლება ასრულებს ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს და ამას მათი თქმით აღნიშნავენ სწორედ ევროკავშირშიც. ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გითხრა, რომ კიდევ უფრო დახვეწა და სრულყოფა იმ სფეროების, რაც ეხება მაგალითად მართლმსაჯულებისა და საარჩევნო სისტემებს, მოხდება მაშინ, როდესაც გაიწერება მომდევნო 2 წლის სამოქმედო გეგმა წლის ბოლოს. ჩვენ მქონდა შეხვედრები და ეს შეხვედრები მიმდინარეობს მათ შორის იყო ბრიუსელში ქვეკომიტეტის შეხვედრა და ამის ფარგლებში სერიოზული შენიშვნაც კი არ გამოთქმულა ევროკავშირის მხრიდან, ასე რომ ასოცირების შეთანხმება სრულდება. საქართველოს ასრულებს მაქსიმალურად ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც გათვალისწინებული ასოცირების შეთანხმებით. თქვენ იცით, რომ პრეზენტაცია უკვე ამისი მოეწყო პარლამენტში სახელმწიფო მინისტრის ათო ბაქაძის მიერ და ასახვა ჰპოვა სწორედ იმ კოეფიციენტის, შესრულების კოეფიციენტის, რაც არის გათვალისწინებული. შეხვედრა, როგორც თქვენ ჩემს უკან ხედავთ, ამ დრომდე გრძელდება და მართლმსაჯულებისა და საარჩევნო სისტემის გარდა განიხილება ისეთი თემები, როგორიც არის კორუფციასთან ბრძოლა, მედია პლურალიზმი, ბავშვთა უფლებები და ეთნიკური უმცირესობები. მადლობა მარიამ ცარელაშვილი იყო. როგორია წინასაარჩევნო მედია მონიტორინგის შედეგები გაეროსა და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის პირველი შუალედური ანგარიში ქვეყნდება 20 მაისიდან 11 ივლისის პერიოდში წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქების რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევა 3 არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩაატარეს. ნათია ქენგაძე გვერდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. ნათია, გისმენთ. კვლევის შედეგების მიხედვით მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით არის გაუმჯობესებული და მედია საშუალებების უმრავლესობა ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებს პოლიტიკური პარტიების საქმიანობას, ვიდრე ეს ხდებოდა გასულ წლებში. სულ 40-ზე მეტ მედია საშუალებას გაეწია მონიტორინგი, როგორც ტელევიზიებს, ასევე რადიოებს და ინტერნეტ გამოცემებს და კვლევაში წარმოდგენილი არის კონკრეტული შენიშვნები და რეკომენდაციები, რომელსაც ამ წუთებში განიხილავენ პრეზენტაციაზე და აწოდიან მედია საშუალებებს ინფორმაციას მათი გამოსწორების გზების შესახებ. რაც ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ შედეგებს, როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ძირითადად მიუკერძოებლად და ობიექტურად აშუქებს პოლიტიკური პარტიების საქმიანობას, არ ფიქსირდება ეთიკური გადაცნობები, თუმცა გარკვეული რეკომენდაციები კვლევაში არის მის შესახებაც მოცემული. ეს არის პირველი შედეგები, მონიტორინგი გაგრძელდება 2016 წლის ნოემბრამდე, საბოლოო შედეგები კი წლის ბოლოს გახდება ცნობილი. მაგალითად პირველი არხი მთავრობას რამდენიმე ტენდენცია გამოვლინდა, ყველაზე ვთქვათ, რაოდენობრივ ტენდენციებზე რო ვისაუბროთ, ყველაზე მეტი დრო ეთმობა მთავრობის გაშუქებას, შედარებით ნაკლები დრო აქვს ყველა არხზე დათმობილი პრეზიდენტის გაშუქებას. ძირითადად მთავრობა, ვთქვათ, უარყოფითად ხავს წარმოჩენილი ყველაზე მეტად რუსთავიურს და ობიექტს, დადებითად ხავს წარმოჩენილი GDS. საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში გამოიკვეთა, რომ მეტნაკლებად დაბალანსებულად ხდებოდა ამბების გაშუქება, ყველაზე მეტი დრო იქაც დაეთმო მთავრობის გაშუქებას. დღეს პირველადი შუალედური შედეგების მოსმენის საშუალება გვაქვს, თუმცა დაბეჭდებით შეიძლება ითქვას, რომ ამ 5 წლის განმავლობაში, 6 წლის განმავლობაში არის პოზიტიური ტენდენციები, გაზრდილია ობიექტურობის ხარისხი, თავისუფლების ხარისხი და იმედი გვაქვს, რომ ეს დადებითი ტენდენცია წინასაარჩევნო პერიოდში შენარჩუნდება. წინასაარჩევნო მედია მონიტორინგი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. ამ ორგანიზაციების წარმომადგენლების გარდა კვლევის პრეზენტაციას ესწრებიან კონკრეტული მედია საშუალებების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მადლობა ნათია ქენგაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი რიგი სამინისტროების გაუქმების ინიციატივით გამოდის. პოლიტიკურ ცენტრში ამბობენ, რომ 19 სამინისტრო საბიუჯეტო ხარჯების ზრდის რას მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, 7 სამინისტროს პლუს 1 პრემიერ-მინისტრის სამთავრობო მოდელი საბიუჯეტო ხარჯების 20%-მდე დაზოგვას უზრუნველყოფს. ამ მოდელის მიხედვით სხვადასხვა სამინისტროებთან ერთად გაუქმებას ან გაერთიანებას ექვემდებარება სპორტის, ჟანდაცვის, განათლების, ენერგეტიკის
ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და დიასპორის სამინისტროები. ნაკრებების შენახვაზე, იმიტომ რომ ნაკრებები არის ქვეყნის სახე, მაგრამ ამის არსებობს ზონი ჩვენ უნდა დავხარჯოთ ნაკრები, უნდა გადავიხადოთ ნაკრები მთავრობის შენახვისთვის. ამაში შედის როგორც ხელფასები, ისე პრემიები, ისე დანამატები, ისე საკომუნიკაციო ხარჯები, ტრანსპორტის ხარჯები, ჯიპები და მივლინებები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ძალიან ძველი მუშდება ამ ქვეყნის მოსახლეობაზე, ეს ყველაფერი აფერხებს ეკონომიკას. პრემიერ-მინისტრმა ბაღდადისა და ხარაგაულის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კობალ ურსმანაშვილი წარადგინა. მთავრობის მეთაური ადგილობრივ მოსახლეობას საყოველთაო ჯანდაცვაზე, სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე, ეკონომიკურ რეფორმებსა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე ესაუბრა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარტიის წევრები ესწრებოდნენ. საქართველოში ყველა ოჯახი, ყველა ადამიანი საკუთარ თავზე იგრძნობს ქვეყანაში შექმნილ კეთილდღეობას. ყველაზე მთავარი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ ჩვენ ვართ ხალხის ხელისუფლება. ჩვენ ვართ ყველაზე სახალხო ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ყოლია. ჩვენ მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც გვაქვს დასაკეთებელი, ეს არის ქვეყნის სწრაფი განვითარება, ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერება, რომ თითოეულ ოჯახში თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს კეთილდღეობა. მე დარწმუნებული ვარ გულწრფელად, რომ ჩვენ ამას მოვახერხებთ და აუცილებლად შევძლებთ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოქმედებას აფასებენ ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები შეხვედრაზე იმ შედეგზე საუბრობენ, რაც ქვეყანაში ახალი პროექტის ამოქმედებას მოყვა. ჯანდაცვის სამინისტროსთან სალომე სონიშვილის პირდაპირ ეთერში გვერდება. სალომე, გისმენთ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან 3 წელი გავიდა. ჯანდაცვის მიმართულებით ამ პერიოდში გატარებული რეფორმები დღეს ერთიანად მსოფლიოს ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა შეაფასა, მათ შორის მსოფლიო ბანკმა. გზავნილების მიხედვით გატარებული რეფორმები სწორია და გაუმჯობესებულია ძირითადი მაჩვენებლები, თუმცა რჩება გამოწვევები. ასევე ჩატარებული კვლევების მიხედვით გაზრდილი არის ამბულატორიული ვიზიტები ერთსულზე და გაზრდილი არის ჯანდაცვაზე დანახარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჩვენთან საუბარში განაცხადა, განახდება მონაცემთა ბაზები, რაც მნიშვნელოვან თანხებს გამოანთავისუფლებს. ძალიან ბევრი მიმართულებით, მათ შორის ამბულატორიული საყოველთაო ჯანდაცვა არ შეიცვლება და არ დაბრუნდება მისნობრივ ჯანდაცვაზე. რეფორმები, ცვლილებები მიმართული იქნება იქეთკენ, როგორც არის პოლიტიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, რომ არსებული ბიუჯეტის ფარგლებში უფრო მეტი სარგებელი მიიღოს მოსახლეობამ. ეს გამოიხატებოდეს იქნება ორი მიმართულებით. პირველი, განახლება მონაცემთა ბაზების, კერძო დაზღვევლების და საყოველთაო ჯანდაცვის მონაწილეების, ეს მნიშვნელოვან თანხებს გამოათავისუფლებს და მიმართული იქნება მთავარი გამოწვევისაკენ, რომელიც არის ამბულატორიულ ხასუსომ, ამბულატორიულ ანუ იმ მედიკამენტებზე, რომლებიც ადამიანმა პაციენტმა მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა სვას ქრონიკული დაავადებების გამო. რაც შეეხება სტაციონარულ კომპონენტში, როდესაც პაციენტი მკურნალობს, რა თქმა უნდა, მედიკამენტის მას უნაზღაურებს სახელმწიფო. ჯანდაცვაში ჩვენ ნამდვილად გვაქვს გრადი პროგრესი და ამაზე დღეს არავინ არ დააობს. თუნდაც ის, რომ დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკი, მათი წამყვანი სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში უზარმაზარ პროგრესს მიაღწია, არის დასაფასებელი, მოსასმენი, თუმცა თავისთავად ცხადია, ეს არ არის სტატიკური მდგომარეობა და ჩვენ მთავრობამ ჯანდაცვის წრეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ეს პროგრესი იყოს მუდმივი. დავით სერგეენკომ დღეს ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წარმატებისა, საქართველოს კვლავ ჩამორჩება საშუალოზე მაღალი განვითარების ქვეყნების მაჩვენებლებს. მადლობა, ეს სალომე სონიშვილი იყო. აგარაში 1993 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცავებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 50 გრამამდე ჰეროინი ამოიღეს. აგარაში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დავაკავით, რომლის პირადი ჩხრეკისას 50 გრამამდე ჰეროინი ამოვიღეთ. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. სიღნაღიწყორის წნორის საავტომობილო გზის 6 კილომეტრამდე მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება, სამუშაოების ფარგლებში აღდგება სავალი ნაწილი, მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტობეტონის საფარი, ქალაქ სიღნაღში მოეწყობა ქვაფენილი, ასევე მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, კიუვეტები. სამშენებლო სამუშაოები საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, პროექტი დასრულდება სექტემბრის თვეში.
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოში პოლიციის ფორმა შეიცვალა, სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი დიზაინით შექმნილი ფორმა და აღჭურვილობა უკვე დაუვიდნენ. ახალი სამსახურებრივი ფორმა არის უფრო მეტად ხარისხიანი, არის უკეთესი დიზაინით და რაც ყველაზე მთავარია, წარმოაჩენს პოლიციელს. ბოლო პერიოდის მანძილზე მუდმივად ხდება ჩვენი სამუშაო გარემოს, სამუშაო პირობების განახლება და გაუმჯობესება. პარიზთან ახლოს პატარა ქალაქ ვალდუაზში კონტრტერორისტული ოპერაციის დროს 20 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ფიგარო იუწყება. გამოცემის ინფორმაციით ოპერაციის დროს ჩხრეკა ძირითადად მეჩეთსა და მაღაზიაში ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით რაიმე სახის იარაღი ან საბრძოლო მასალა ვერ აღმოაჩინეს. პოლიციის განცხადებით ჩხრეკის ჩატარება ქალაქ ნიცაში ტერაქტს არ უკავშირდება. ოპერაციის ჩატარების მიზანი იყო ანონიმური ინფორმაციის შემოწმება, რომელიც არეულობის შესაძლო მოწყობას უკავშირდებოდა. ქალაქ ნიცაში კი ტერაქტის ორგანიზატორი რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა და თავდასხმელს ქალაქში ლოჯისტიკური მხარდაჭერა ჰქონდა. ამის შესახებ პარიზის პროკურორმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. ფრანსუა მოლენის თქმით, ტერორისტის 5 მხარდამჭერი უკვე დაკავებულია, დაკავებულთა შორის 1 ქალია. 3 ტუნისის წარმოშობის მოქალაქე და 2 ალბანელი დაკითხვაზე იმყოფებიან. გამოძიების თანახმად ტერაქტამდე თავდასხმელ ბელელსა და მის მოკავშირეებს შორის 1300-მდე შეტყობინება და ზარი დაფიქსირდა. პარიზის პროკურატურის ინფორმაციით ტერორისტი თავდასხმამდე ბანკებში კრედიტის აღებას ცდილობდა, თუმცა ვერ მოახერხა. შემდეგ ყველა ანგარიშიდან თანხა მოხსნა და კუთვნილი ავტომობილიც გაყიდა. სატვირთო ავტომობილი, რომელითაც ტერაქტი განახორციელა, კი თავდასხმელს ნაქირავები ჰყავდა. ნიცაში ტერაქტი 14 ივლისს საღამოს მოხდა, როდესაც ხალხის ანაპიროზე ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა. თავდასხმას 84 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის საქართველოს 1 მოქალაქე. დინო ბრიტანეთმა ევროპის ბაზარზე შესაძლოა თავისუფალი წვდომა მიიღოს, თუ ლონდონი ევროკავშირის მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების წესებს არ შეუზღუდავს. განცხადება ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა პარიზში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს გააკეთა. პარალელურად ფრანსუა ოლანდმა ტერეზა მეის მოუწოდა, რომ ევროკავშირიდან გასვლის პროცედურები შეძლების და გვარად სწრაფად დაიწყოს. თავის მხრივ ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა ევროკავშირთან ახლო კავშირების შენარჩუნების სურვილი გამოთქვა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირიდან გასვლის პროცედურების დაწყება 2017 წლიდან სურს. მილიარდერი დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე რესპუბლიკური პარტიის ოფიციალური კანდიდატია. ქალაქ კლივლენდში ჩატარებულ პარტიის ხდომაზე ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში შეერთებული შტატების უსაფრთხოებასა და მშვიდობას უზრუნველყოფს. დონალდ ტრამპის აზრით, ამერიკის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა ისლამისტი რადიკალები და მიგრანტები არიან. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა აღნიშნა, რომ არალეგალური მიგრაციისა და ნარკოტრაფიკის შესაჩერებლად საზღვარზე დიდ კედელს ააშენებს. შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს ჩატარდება. კვლავ საქართველოს შავი ზღვის რიგით მე-10 ჯაზ ფესტივალი გრძელდება. ქართველი მსმენელის წინაშე ბიგ ბიტის პიონერად მიჩნეული ჯგუფი პროდიჯი 2 საათიანი პროგრამით წარსდა. წვიმიანი ამინდის მიუხედავად პროდიჯის კონცერტს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის მაყურებელი დაესწრო. 1990 წელს დაფუძნებული ჯგუფი მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. კონცერტი ყარაჩოლებრივი, ბევრად უკეთესი ვიდრე ველოდებოდით და ძალიან დიდი მადლობა ჯაზ ფესტივალს იმისთვის, რომ გვაძლევს საშუალებას, რომ ესეთი მაგარი ჯგუფები მოვისმინოთ. რაც უფრო რთულდება პროცესი მუშაობის, მით უფრო მაგარი კონცერტები გამოდის და დღევანდელი კონცერტი ამის ნათელი მაგალითია. აფრთხოვანებული მაყურებელი ტოვებს ახლა საკონცერტო სივრცეს და მე მგონი გულგრილი და უკმაყოფილო სახე დღეს, რა ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში არ შემხვედრია, ყველა ბედნიერია. ძალიან გვიხარია, რომ ძალიან მაგარი საღამო გამოვიდა. მოამბე პირდაპირ ეთერში ზუსტად 14 საათზე დაბრუნდება. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ. დარჩით პირველ ასზე.